მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო, დღეს შემოგთავაზებთ არხი ასტრალიონიკას ვიდეოს ჯონ უიტბერგი კოლონია მერვე კოლონია კიბორგები და სინთეტიკები გამოყოფილ ცივილიზაციაში. ეს არის ატვირთული რუსულ ენაზე ამ წლის 14 თებერვალს. ახლა ინგლისურად უფრო ადრე იქნება და სეკურელი ატვირთული. მოდი დავიწყოთ. აი ეს არის ჯონ უიტბერგი და აქ წერია რომ ამ სერიაში ჩვენ ვილაპარაკებთ სადგურებზე, კოლონიებზე და ბაზებზე, რომელიც ეკუთვნიან ადამიანებს და უცხო პლანეტელებს, მზის სისტემის შიგნით და გარეთ. ჩვენ აგრეთვე ვიმსჯელებთ ცხოვრების სხვადასხვა, ესე იგი, კოლონიებში ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე და შევეხებით აგრეთვე საიდუმლო კოსმოსური პროგრამების ისტორიას და აგრეთვე იმ გამოყოფილი ცივილიზაციის ისტორიას, როგორიც მე მახსოვს ისინი და ვიცი მაგათზე. მოგონებები და მონაცემები ამ ყველაზე დააღნიშნულის ამ სერიაში ამბებისა გამომდინარე იქნება მთავარ ესე იგი ამ ინფორმაციებსო, ეს ინფორმაციები, რომელზეც მე საუბრობ, ზევით, რაც მე ახლა ჩამოვთვალე, ამას ვიღებდიო ჩემი შემდგომი ალტერებისაგან. როგორც მე თქვენ გითხარით, გიხსნიდით, ალტერი ეს არის ალტერნატიული პიროვნება და ამ ალტერებს ღებულობენ ბავშვების წამებით. დიახ, თითო წამება გამოყოფს თითო ალტერს. ბავშვებს როცა აწამებენ, თითო წამება გამოყოფს თითო ალტერს. და როგორც მე ვახსენე, ამას წინათ ერთ ვიდეოში გერა შეიძლება იცგვარა, სადაც კი შევეხები ამ თემას, ვცდილობ ყოველთვის ვახსენო პენი ბრედლი. ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითი იმისა თუ როგორ ექცეოდნენ ბავშვებს. მარტო პენი ბრედლის გამოუყვეს 2300 ალტერი. ანუ ალტერნატიული პიროვნება. და ეს იმას ნიშნავს, რომ 2300 ნაირი წამება გადაიტანა ბავშვობაში ამ ქალმა. და ამდაგვარი ბავშვები უამრავია. და ახლა ჯონ უიტბერგი ჩამოთვლის თავის ალტერებს, რომლებიც სახურობენ სხვადასხვა ადგილას. დიახ, როგორც მე თქვენ გითხარით, ეს ალტერები ამოკეტილი არიან თავისებურ ბუშში. შემდეგ, როდესაც წამებას ამთავრებენ, გამოყავთ ამ ბუშტიდან ეს ალტერი და მას ასწავლიან. ამზადებენ ამა თუ იმ მისიებისთვის ან ამოცანების შესასრულებლად. და ახლა ეს კაცი უკაცრავად, რა ქვია, ეს უიტბერგი, ჯონ უიტბერგი ჩამოთვლის თავის ალტერებს, რომელსაც აქვს სახელებიც და გვარიც. აბა როგორ უნდა შეაპარონ ეს ალტერები საზოგადოებაში, ან საიდუმლო კოსმოსში ცოტა სხვანაირად ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ დედამიწაზე საზოგადოებაში ხო ასე ადვილად ვერ შეაპარებ ადამიანს, თუ ისტორია არ მოუგონე, ხო? ხო და უხდიან მაგათ თავის სახელებს, გვარებს, თავის ისტორიას, თითქოს წარმოშობის ისტორიას, თავისი ცხოვრების ისტორიას. მოდით გავაგრძელებ ახლა მე. ალექსანდრ ბრონსლი, რომელიც მსახურობდა პროექტში ფენიქსი მონტოქში და ამჟამად
სახურობს 51 ზონაში პროექტ სარკეში. ზოგი მისი მისიებიდან კოსმოსში იყო აღწერილი მოგონე ესე იგი ინტერვიუს ერთ-ერთ სერიაში მოგონებები მონტოქზე. დიახ, ესე იგი ამ კაცმა ეტყობა გადაიღო სერია ვიდეოებისა მოგონებები მონტოქზე და იქ აღნიშნავს ის, რომ ერთ-ერთი მისია მისი ამ მომენტისთვის, რომელიც ამ მომენტისთვის სახურობს 51 ზონაში პროექტ სარკეში. მისი ერთ-ერთი ავტორი ალექსანდრ ბრონსლი. მეორე ავტორი მისი კაილა დელშაუ, რომელიც სახურობდა პროექტ იბიში და დეპარტამენტში არაპლანეტურ ოპერაციებთან დაკავშირებით Mi-6 ორივე ეს ადამიანი ალექსანდრ ბრონსლი და კაილ დელშოუ იყვნენ აღწერილი ჩემ წიგნში ადამიანი человек с перваншим взглядом. ხო, ეს პრევანშივი ახლა მე არ დავიწყებ ძებნას. მნიშვნელობა აქვს ახლა ამ მომენტისთვის რას ნიშნავს. აგრეთვე პროექტ ფენიქსში. მესამე ავტორი ამ კაცის გენრიხ მიულერი, ნახტ ვაფენის დიპლომატი, რომელიც გაიზარდა კოლონიაში ახალი მიუნხენი ვეგა პრაიმზე და სწავლობდა მარსის დიპლომატიურ სკოლაში 1997-1998 წლებში. გენრიხი არის მოქალაქე ესე იგი ფედერაციის свободных немецких миров გერმანელებმა გამოყოფილმა არისტოკრატიულმა ნაწილმა მეორე სამამულო ომის დროს შექმნეს თავისი გერმანული კოლონიები და დაურქმევიათ ამათვის Федерация свободных немецких миров. ესე იგი რამდენიმე კოლონია აქვენ ამათ, რადგან ქართულად ეს შეიძლება არ გამომივიდეს დაზუსტებით, მიახლოებით ნიშნავს ხო, მიახლოებით კი რა, ის ზუსტად თავისუფალი გერმანული სამყაროების ფედერაციები. ხო და ეს გენრიხ მიულერი არის ამ თავისუფალი გერმანული სამყაროების ფედერაციის მოქალაქე. აქედან გამომდინარე, ამაში სავარაუდოდ შედის მრავალი კოლონია, რადგან ფედერაციაზეა საუბარი. და დიდი ნაწილი მისი სამუშაოსი უпростоრად თავისი სამუშაოს დიდ ნაწილს ის ატარებს მზის სისტემის გარეთ. ეს მესამე ავტორი ამ დამალწყდა ისევ ამ კაცის არა, ნიშნულობა გავიხსენებ მერე. ამ კაცის მესამე ავტორი არის ეს გენრი მიულერი. ახლა შემდგომ მეოთხე ავტორი ადამ ლესრელი ავტორი, რომელიც მუშაობს მზის დაცვაში, არის მე არ ვიცი წამოშია ქართულად, ახლა არ მინდა გამოვიდე აქ ამ ტელეფონიდან ინტერნეტიდან, შეიძლება დამეკარგოს ვიდეო, თუმცა მოიცადეთ ახლავე. ხო, მაგაცის სახელიც გავიხსენე, ჯონ უიტმედის თითუთი. მეოთხე ავტორი ეს ადამი რესლერი, როგორც მე გითხარით, მუშაობდა მზის დაცვაში საბაჟო სამსახურში
galaktikურ საშვებ პუნქტში იუპიტერის თანამგზავრზე, რომელსაც ეწოდება ევროპა. ახლა კიდევ ახსნი. იუპიტერი ხომ გაგიგონიათ პლანეტა უკაცრავად ამას მათთვის ვამბობ, ვინც არა გარკვეული. იუპიტერი არის პლანეტა. იუპიტერს ყავს ბევრი თანამგზავრი, მაგრამ ერთ-ერთი მისი თანამგზავრია ევროპა. დიახ. და ეს ადამ რესლერი ალტერია, რომელიც მუშაობდა მზის დაცვაში და საბაშო ესე იგი თითოთით galaktikuri გასაშვები პუნქტზე საბაშო აი ამერი ატვინი თითოთი მე მინდა თქვენ ზუსტად გადმოგცეთ ესე იგი ადამ რესლერი ალტერი რომელიც მუშაობდა მზის დამცველად საბაშო სამსახურში ერთ-ერთ იუპიტერის თანამგზავრის ევროპის galaktikურ გასაშვებ პუნქტზე ამ ადამმა რესლერმა ამ ჯონ უიტბერის მეოთხე ალტერმა აქ იმუშავა 50 წელი 1969 წლიდან 2019 წლამდე 1969 წლიდან 2019 წლის წლების ჩათვლით ამ ჯონ უიტბერგის მეხუთე ალტერი იონასა გვარი არა ცნობილი ნახტვაფენის შპიონია ესე იგი ионас шпион Наchtваффена и источника большей части моих недавних воспоминаний на состояние лета 2024 года. В данный момент я очень мало знаю о нем. Хо смехути алтерис გვარი მან არიცის და ის იყო ნახტვაფენის შპიონი და იყო წყარო ამ ჯონ უიტბერგის ბევრი მოგონებებისა, მაგრამ ამ მომენტშიო ხო იყო წყარო ბევრი ჩემი მოგონებებისაო, ამბობს ჯონ უიტბერგი 2004 წლის ზაფხულის მომენტისთვისო. ამჟამად კი მე მაგაზე არაფერი ცოტა რამე ვიციო. მეხუთისა და შემდეგ კიდევ არის ძალიან ბევრი ჯუჟნა, ხომ იცით ბევრი ჯუჟნა რას ნიშნავს? ძალიან ბევრი ალტერები, ყავს ძალიან ბევრი ალტერები, რომლებისგანო მე ჯერ მივიღიო მხოლოდ ვიზუალური მოგონებებიო. ესე იგი ახსენდება იერი, სახე მათი. ამას ქვია ვიზუალური, რომ თავი აჩვენეს, ან ნახა სადღაც, შემთხვევით მოგონებებში. და ამიტომ პრაქტიკულად არაფერი არ იცის მათზე, მხოლოდ სადღაც ალაქ-ალაქ მათი ცხოვრებიდან მოვლენების შესახებ. და ეს არისო, მეტი არაფერიო. ეს ვიდეო ყოფილა მერვე ნაწილი. კოლონია მერვე კი არ ნიშნავს, ეს ყოფილა ვიდეოს მერვე ნაწილი. ხო, მე კიდევ მოვდევნი თუ თქვენ ეს ვიდეო აუცილებლად მოგეტონებათ. მე სხვა ნაწილებსაც მოვდევნი შემდეგ ამ ვიდეოსში. ეს მერვე ნაწილია, ესე იგი მე უნდა მოვდევნო კიდევ 7 ნაწილი და შემდეგ შეიძლება მე-9 ნაწილიც იყოს ამის. როგორც პენიბრელის 12 ინტერვიუ მაგალითად. თუმცა პენიბრელის საგაც არის, სადაც ყველაფერი ერთად მოყრილია და გასაგებად კიდევ რთულია. მე კი გავიგებ მაგას, მაგრამ გადასათარგმნად თქვენც რომ გადავთარგმნო, არეულად იქნება გადათარგმნილი. ამიტომ ცალ-ცალკე ინტერვიუ ყოველთვის უკეთესია, უფრო გასაგებია, მოსასმენად კიდევ ადვილი ასათვისებელია. ჯონ უიტბერგს მე მგონია თარგმნელის ხმა მეცნობა, ეს არის ალექსანდრ ჩერკასოვი, ვიცანი ხმით. ესე იგი ალექსანდრ ჩერკასოვმა ჩამოართვა ინტერვიუ ამ ჯონ უიტბერგს და სავარაუდოდ ეს დანარჩენი მე ვერ მოვძებნი ამას ჩემით, იმიტომ რომ
აი ეს არხი ასტრალიონიკა იტევს თავისში ძალიან ბევრ ვიდეოს და თუ ამოწევთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადმოვკაჩო და შემდეგ ან ბიბლიოთეკაში ჩავამატო და შემდეგ იქიდან გადავთარგმნო. ამიტომ მოდით უბრალოდ მოусმინოთ ვიდეოს. ეს მაინც ცალკე თემაყოლი ვიდეო. ხო და ეკითხება ჩერკასოვი, შენ რა გაგებით გესმისო სიტყვა კიბორგები? ჯონ უტბერგი პასუხობს, ამის არისო ორი განმარტება. პირველი ეს არისო კიბერნეტიკული ორგანიზმი, რომელიც ესე იგი არის როგორ გითხრათ, სულიერი არსება, თუმცა მექანიკური, მაგრამ სულიერი არსება, ხო, რომელიცო სრულიად ან ნაწილობრივ არის კიბერნეტიკული, ესე იგი ნახევრად სულიერი არსება, ნახევრად მექანიკური. და ეს კიბერნეტიკული არსება არის სრულიად სინთეტიკური, რომელიც შეიქმნა ლაბორატორიაში. და მეორე გაგება კიბორგისა ეს არის ადამიანი, რომელიც გაძლიერებულია კიბერნეტიკის დახმარებით. და ეს ადამიანი ითვლებაო კიბორგად, როდესაც ცოცხალი ადამიანის კიბერნიზაცია აღწევს 60-65%. მე ახლა ვიგანახებ, თქვენ ფოტო აქვს დადებული. აი ეს არის კიბერნეტიკული ადამიანი. ესე იგი მეორე გაგება კიბორგისა ეს არის ცოცხალი ადამიანი, რომელიც გადააქციეს კიბორგად. ნახეთ, რომელშიც თუ 60-65% მექანიზმია, რაღაც ნაწილები, ის უკვე ითვლება კიბორგად. ცოცხალი ადამიანი. ესე იგი, გავიმეორებ, გაგება ტერმინისა კიბორგი არის ორნაირი. პირველი, როდესაც კიბორგები რა არის კიბორგი არის ეს სულიერი, ნახევრად სულიერი არსება, ნახევრად მექანიკური, ხო? მაგრამ ერთი ნაწილი კიბორგებისა იქმნება ლაბორატორიებში სინთეტიკური კიბორგული სხეულების შექმნით, მაგრამ ნაწილობრივ ან სრულიად სულიერი. ესე იგი, ნახევრად სულიერი, ნახევრად მექანიკური არსებები, მაგრამ შექმნილი ლაბორატორიაში სინთეტიკური სხეულებით. ხო, მაგრამ თავარი ეს ტვინის ნაწილი ადამიანურია, რაღაც ნაწილი შეიძლება სრულიად თუ არა ნახევრად ეკუთვნის სულიერ ნაწილს, ხო? და მეორე ტერმინი კიბორგისა ნიშნავს ადამიანს, რომლებიც გადააკეთეს, რომლებშიც ჩადვეს რაღაც ნაწილები, მექანიკური ნაწილები, რომ გააძლიერონ ადამიანის ორგანიზმი. თუ ეს მექანიკური ნაწილები აღემატება უпроსტად ადის 65%-მდე და კიდევ მეც აღემატება ეს პროცენტები. ასეთი ადამიანებს უკვე ამბობენ, ისინი არიანო კიბორგები. და მათში უკვე ნაკლებათა რამე ადამიანური დარჩენილი. ხო. და მეორე კატეგორიის კიბორგები იქნებაო ცოცხალი ორგანიზმისაგან. მაგალითად, ამ შემთხვევაში ადამიანისაგან. და ეს ცოცხალი ორგანიზმი არ არის აუცილებელი იყოსო ადამიანი. კიბორგებს ქმნიანო უცხოპლანეტარული ცოცხალი ორგანიზმებისაგან. შეიძლება ადამიანი თუ არა იყოს სხვა უცხოპლანეტელიო ჰუმანოიდი. აგერ
ის კი არა, თურმე ცხოველისგან კიდე ქმნიან კიბორგებს. წამოგიდგენიათ? ცხოველებისაგან. ხო და ამ ცოცხალი არსების სხეულიო ან ძლიერდებაო დამატებით მექანიკური საშუალებებით, ან ცოცხალი არსების სხეული ნაწილ-ნაწილ ცოცხალი არსების სხეულსო ნაწილ-ნაწილ დიდო მომიტეთ. ნაწილ-ნაწილ ანაცვლებენო ნაწილებს და ანაცვლებენო კიბერნეტიკული კომპონენტებით ან სინთეტიკური ასლებით, რომლებიც ჩვეულებრივზე უფრო არიან მყარი, მაგარი და სინთეტიკურად არიან ესე იგი ეს სინთეტიკური ნაწილები არის გაანგარიშებული ძალიან მძიმე დატვირთვისთვის, ვიდრე ცოცხალი ორგანიზმი. წამყვანი ეკითხება უმეტესწილად როგორი კიბორგული ნაირსახეობის უпроსტად კიბორგების რომელი ნაირსახეობა შეიძლება შეხდესო უფრო მეტად ამ გამოყოფილ ცივილიზაციაშიო. გერმანელებს გულისხმობს წამყვანი, კოსმოსურ გერმანელებს. ჯონ უტბერგი პასუხობს, რომ ყველაზე უფრო ხშირი კიბორგების ნაირსახეობას, რომელსაც შეიძლება შეხდეო, ესენი არიანო სერვისული კიბორგები. ესენი ამათ, ესე იგი, ესენი ასრულებენო ნებისმიერ სამუშაოს დაწყებული უბრალო სამუშაოდან, რომელსაც აწარმოებ ხელით, დამთავრებული სექს მონად. ხო, მე ძალიან გამიკვირდა. ძალიან გამიკვირდა კიბორგის სექს მონად გამოყენება როგორ შეიძლება, მაგრამ წამოგიდგენიათ, იმდენად მაღალ დონეზე აკეთებენ ამ კიბორგებს სინთეტიკური მასალებისგან, რომ ესე იგი მაგ საქმისთვისაც გამოდგებიან. ხო, არიან დედროფითი ქალებს და კაცებს კიბორგებს აკეთებენ და კიდევ მათ შეუძლიათო იმუშავონ ოფიციანტებად. მათ შეუძლიათ შეასრულონ ნებისმიერი საშინაო დავალება. მათ შეგიძლიათ ფული არ გადაუხადო. ხო და კოსმოსური გერმანელებს შორის დადის ასეთი აზრი, რომ ამ კიბორგების დამცირება შეუძლებელია, რადგან ისინი ვერ იგრძნობენ ვერაფერს. ასე რომ დამცირებასაც ვერ იგრძნობენო. თუდად მოქცევასო ისინი ვერ იგრძნობენ, ესე იგი ვერ შეიგნებენო ამას. ამიტომ შეუძლებელიაო მათი დამცირება. და ნებისმიერი დაბუნინგება უაზრობა იქნებაო, რადგან ისინი ამას ვერ მიხვდებიანო, რადგან ისინი ვერ გრძნობენო ამას. ხო, და იმ ადამიანებს, რომლებიც იქ არიან, ესე იგი ამ გერმანულ ფედერაციაში, ვინც ცხოვრობს, ვინც არის მოქალაქე ამ კოსმოსური გერმანული კოლონიების ფედერაციის მოქალაქე, ასეთი აზრი დადისო, თუმცა ეს არისო სისულელე. წამყვანი ეკითხება, რაში მდებარეობსო კიბორგების გამოყენება, უпроსტად რაში მდებარეობსო უპირატესობა კიბორგების გამოყენებაში, როდესაც არისო რობოტები და არისო ხელოვნური ინტელექტი. ჯონ უიტბერგი პასუხობს, ჯერ ერთი ხელოვნური ინტელექტი ღირსო ძალიან ძვირი.
და ძალიან რთულია მისი დაპროგრამება ისე, რომ ადამიანების ესმოდესო ამ ხელოვნურ ინტელექტს. კიბორგებს კი ადამიანების ესმითო. თუმცა თვითონ კიბორგებს ადამიანებად არ თვლიან. არადა ჩემი აზრით, თუ ეს კიბორგები თუნდაც სინთეტიკურად შექმნილი იყოს, მაგრამ რაღაც ნაწილი ხო ადამიანურია, იქ ტვინის ნაწილს უდებენ ეს მესამე თვალის ნაწილს, ეპიფიზის ნაწილს წვრიან ამ შუა ტვინიდან და უდებენ კიბორგებს. და ცნობიერებაც გადადის ხომ იმ ადამიანის კიბორგში, ხო? იცნობიერება ხო რჩება, კიბორგი არის ნახევრად სულიერი არსება და ის მithumetes ადამიანები რომლის სხეულებს აქცევენ კიბორგებად, ისინი მithumetes, ისინი ხომ გზნობიარენი არიან, მაგრამ ასეთებს ადამიანებად არ თვლიან. თუმცა თვითონ კიბორგებს ესმითო ადამიანების, მithumetes კიბორგების მეორენაირ სახეობას მithumetes უნდა ესმოდეს ადამიანების, რადგან სინამდვილეში მისი ასე ვთქვათ ჩონჩხი არის ადამიანური. მე ასეთი აზრისა ვარ. ახლა ზუსტად მე რომ ახლა თქვენ ცნობიერებაზე უბრალოდ ცნობიერება ვახსენე, რომ კიბორგებში ცნობიერებაც ხომ გადადის მეთქი. აი რა საინტერესო კითხვა დაუსვა ახლა წამყვანმა. არისო თუ არა კიბორგებში ცნობიერება? აი მეც ეს მაინტერესებდა. ჯონ უიტბერგმა დაამოწმა აუცილებლადო კიბორგებში ყოველთვის არისო ცნობიერება და როგორ არ უნდა ჩათვალო ისინი ახლა ადამიანებად, რადგან არ გამოიყურებიან ადამიანებივით. ამაშია ჩვენი ადამიანების შეცდომა. ჩვენ ცხოველებსაც არ თვლით სულიერ საგნებად, არც ცხოველებს, არც თაგვებს, არც ვირთხებს, არც ჩიტებს, არც ბუზებს, არც კოღოებს. ყველაფერი სულიერია. ხე, ქვა, შენობა, ხო აშენებულია ქვისგან, ხო? ზოგი შენობა კი ცემენტი სულია, მაგრამ ფუძე, ჩარჩო, ქვა რო ავიღოთ, იმაშიც კი არის ჩადგმული სული. რომ ესე იგი კიბორგი ჩაითვალოსო კიბორგად, მის ორგანიზმში უნდა იყოსო ორგანიკის რაღაც ნაწილი. თუ არა და მას ჩათვლიანო ანდროიდად. ანდროიდში არაფერი ცოცხალი არ არის, არაფერი ორგანული არ არის. ანდროიდში არის მხოლოდ ყველაფერი მექანიკური. და კიბორგად რომ ჩათვალო, მათში უნდა იყოს ორგანიკა, რაღაც ნაწილით მაინც. ამბობს ჯონ უიტბერგი. მაგრამ იმისთვის რომ გააცოცხლოს სხეული, უпроსტად გაასულიერო სხეული, რომელშიც რაღაც დონით მაინც დევსო ადამიანური ორგანიკა, ცოცხალი ორგანიკა, ამ კიბორგის ორგანიზმზე უნდა იყოს ყოველთვის როგორ გითხრათ, პრიკრიპტიონ, ხო, მიმაგრებული სულის რაღაც ნაწილი. ამავდროულადო არსებობს სულიერი, ისა, მაპატიეთ, ხელოვნური სული. არისო ხელოვნური სულები პრაქტიკულად არსებობსო. მე პირველად გავიგე, ადრე ამსუნია ხელოვნურ სულებზე, თურმე არსებობს ხელოვნური სულები. ხო, ეს ყველაფერი იწერება ჩიპებზე და შემდგომ ეს ჩიპები იდება კიბორგების ტვინში და მათ აქვთ პროგრამული კოდი, რომელიც შედგება დრაკონიელების ალფაბეტის 8 სოსგან. დიახ, არ მოგესმათ. დრაკონიელების ალფაბეტის 8 სოსგან. ასეთი კოდები აქვენ კიბორგებს. არა, რიცხვები არ ურევია, არც რიცხვები, არც ნულები. მხოლოდ 800 დრაკონიელების ალფაბეტისა. და ეს არის ხელოვნური
ცნობიერება და ფაქტიურად ხელოვნური ცნობიერება არაფრითად განირჩევა ბუნებრივი ცნობიერებისგან. და როგორ კეთდება ეს? მე ამას ვერ ახსნიო, ამბობს ჯონ უიტბერგი. ადამიანებიც კი, რომლებიც ამით სარგებლობენ, თვითონ ვერ ხსნიან, თუ როგორ მუშაობს ეს. ეს არის უცხოპლანეტარული ტექნოლოგია, რომელიც ჩვენი გაგების მიღმა დგას. ამის ახსნა ჩვენი გაგების მიღმა არის განლაგებული. წამყვანი ეკითხება, სწორიაო, რომ სანამ კიბორგი ფუნქციონალურიაო, მასზე მიმაგრებულიაო ადამიანური სული. თუმცა მას სრულიად არ შეუძლია მაგ სულის დახმარებით სრულიად გამოხატოს თავისი თავი. დიახო, ეს სიმართლეაო, ამბობს ჯონ უიტბერგი. მათში ყოველთვის არისო რაღაც სულის ნაწილი. ამ არსებაში, რომელსაც თქვენ თვლით უსულო მანქანად, ყოველთვის დევს სულის ნაწილი. წამყვანი ეკითხება ტონ უიტბერგს. ტონ უიტბერგს დაუწერია წიგნი. სადაც შენო ეკითხება ტონს, ეუბნება, შენ წიგნშიო აღწერეო, თუ იაპონელებმა როგორ აღმოაჩინესო კიბორგების ქარხანა. მეორე სამამულო ომის დროს ცნობილიაო, იაპონელებმა სად გამოიყენესო ეს კიბორგები? მეორე სამამულო ომის დროსო. ჯონ უიტბერგი პასუხობს, რომ მხოლოდ ის ვიცი, რომ მაგათმა კიბორგები გამოიყენესო. დეტალურად მე ვერაფერს ვერ ახსნიო, არ ვიციო. მაგრამ მაგათმა ეს კიბორგები გამოიყენესო იაპონიის დაცვის დროს. მეორე სამამულო ომის პერიოდში. ესე იგი, კიბორგები იაპონელებს გამოუყენებია მეორე სამამულო ომის დროს გამოიყენეს მხოლოდ თავისი ტერიტორიის დასაცავად ამერიკელების შეჭრა, რომ აეზიდებინათ თავიდან. 44-45 წლებში უფრო გამოიყენესო კიბორგები იევა ძიმაზე. წამყვანი ეკითხება, გერმანელებმა გამოიყენესო კიბორგები მეორე სამამულო ომის დროსო? თუ გამოიყენესო, სად გამოიყენესო? ჯონ უიტბერგი პასუხობს, დიახო, გერმანელებაც გამოიყენესო კიბორგები 1944-45 წლებშიო, ომის ბოლოსო. ოპერაცია მარკეტ გარდონის დროს გამოიყენესო ეს კიბორგები. ხო, ეს მოხდაო მაშინო, ეს კიბორგები გამოიყენესო მაშინო, როდესაც გერმანიაში შეჭრის მცდელობა იყო ჰოლანდიის მხრიდან. 44 წლის ზაფხულში გონიო, ამბობს ჯონ უიტბერგი. ხო, ნორმანდიიდან და ჰოლანდიიდან უდოდათ შეჭრა გერმანიაში და ეს იყო პირველი დამარცხება მეკავშირეებისო ნორმანდიაში გადმოსხმის შემდეგო. ამბობს ჯონ უიტბერგი. გერმანელებმა იქ მონაწილე მოკავშირეებიო ხორცატკებ მანქანაში გაატარესო გადატანითი მნიშვნელობით, რომ თქვათ. ამაზე იყო გადაღებული ფილმი ხიდი ძალიან შორსაა და გერმანელებმა იქ იმიტომ გაიმარჯვეს, რომ მათ ყავდათ სინთეტიკური კიბორგები და ჯარისკაცები. იმ მომენტისთვის და ამ შემთხვევამ კიდევ ერთი წლით გაჭირა ომი. თორე ალბათ უფრო ადრე დამთავრდებოდა. წამყვანი ეკითხება, რამდენად არიანო გავრცელებული კიბორგები გამოყოფილ გერმანულ ნაციაშიო, კოსმოსში. უფრო რომელ სფეროებში გამოიყენება მათთან კიბორგებიო. კი, ბევრ სფეროში არიანო ისინი კიბორგები გავრცელებული იქ. მაგრამ ჯონ უიტბერგი ამბობს, რომ საშუალო მოქალაქესთვის ეს კიბორგები მიუწვდომელიაო. წამყვანი
რობოტი ეუბნება ჯონ უიტბერგს. ალბათ კიბორგებს გამოიყენებენო იქ როგორც სინთეტიკურ მეძავეებსო. მაპატიეთ. ჩემთვის ჯერ კიდევ ეს ინფორმაცია არა ჩემში გადამუშავებული. მე ვერ წარმოვიდგენია თუ როგორ შეიძლება მე ისედაც არ მაქვს წარმოდგენა ამაზე, რადგან არ ვარ გათხოვილი. ხო და მე უბრალოდ მithumedes ვერ წარმოვიდგენია როგორ შეიძლება მაპატიეთ დაბრუნ ხოლმე მე წარმოვიდგენია თუ როგორ შეიძლება სინთეტიკური კიბორგების გამოყენება მეძავების როლში. კი ერთხელ მაქვს ფანტასტიკური კინო ნანახი, მაგრამ ეს ჩვენ უძახით ფანტასტიკურ კინოებს, ფანტასტიკას თორებს სინამდვილეში ამ მაპატიეთ თავბრუნდა მეხვა, მაგრამ ამ ფანტასტიკურ კინოებში სინამდვილეში რეალობას გვანახებენ. ჩვენ გვძინავს უბრალოდ, ჩვენ ბევრს ხომ არ გონია რომ სინამდვილეში ის რასაც ჩვენ ხედავთ კინოში არსებობს. ახლა მე ვიცი რომ რაც კი ფანტასტიკურ კინოებში ჩვენ გვანახეს ტექნოლოგიები, ეს ტექნოლოგიები უკვე დაძველდა. ხო და იმ მომენტისთვის, როდესაც ის კი რა მაპატიეთ ახლა გადავუხვიე თემიდან, რაც კი ტექნოლოგიები კოსმოსურ პროგრამებში გამოიყენებოდა ადრე და რომლებიც ხო ახლა ისინი რასაკვირველია არ შეჩერდებოდნენ ერთ ადგილზე არ დარჩებოდნენ და ახალ ტექნოლოგიებს იგონებდნენ ან ყიდულობდნენ უცხოპლანეტელებისგან რაღაც ან ცვლიდნენ რამეში უფრო ადამიანურ დნმ-ში და ადამიანურ ორგანოებზე და ასე შემდეგ. ხო და სინამდვილეში ის რაც კი თქვენ თუ რამე ფანტასტიკური კინოები გაქვთ ჰოლივუდის გადაღებული ნანახი, იცოდეთ რომ იქ რაც გამოიყენება ტექნოლოგიები ათხოვეს საიდუმლო კოსმოსის წარმომადგენლებმა, უფროსებმა, ვინც მართავს ამ პროგრამებს. სპეციალურად მათი შეკვეთით და პენტაგონი ნახევარსიმართლის არ ეუბნება მთავრობა, არ ეუბნებოდა უпростоრად ადრე და პენტაგონი აძლევდა შეკვეთას მოქონდა და მიყავდათ რა ახლა დროში გადაადგილება იმით კარიბჭეებით და არის როგორც ნახეთ მატრიცაში, კინომატრიცაში ტელეპორტაციაც შესაძლებელია. ეს როგორც ჩვეულებრივი ამბავია იქა. და ეს ტექნოლოგიები ათხოვეს მაგათმა და გამოაჩინეს. სინამდვილეში იმ მომენტისთვის, როდესაც ამათმა ეს ტექნოლოგიები გამოაჩინეს, მათ უკვე ჰქონდათ ახალი ტექნოლოგიები და მათთვის უკვე სარისკო არ იყო თუ გამოაჩენენ ძველ ტექნოლოგიებს, მაგრამ ხალხი ამ კინოს რომ უყურებთ, გონიათ რომ ეს არის კომპიუტერული გრაფიკა. არა, ჩემო მეგობრებო, ის რა ჩვენ გვეგონა კომპიუტერული გრაფიკა, კი, კომპიუტერული გრაფიკა გამოიყენება რასაკვირველია, მაგრამ უმეტესწილად ეს არის რეალური გრაფიკა. ხომ გესმით? და ერთ-ერთი ფანტასტიკური კინო მაქვს და ნახე ტელევიზორში. არ მახსოვს ეს გონი იყო 2000 კოვიდამდე იყო თუ კოვიდის შემდეგ. სადაც კიბორგების სასაფლაო არსებობს. ხო, გამოუყენებელ დაძველებულ კიბორგებს, როგორც დაძველებულ ნივთებს, მეტალალონს, ისე ყრიან. როგორც მანქნებს ეზიდებიან ერთ ადგილას აგროვებენ მეტალალომისის გაკუთვნილ მანქნებს. ხომ არის მანქნების სასაფლაო? ძველი ჯარში შესაძლებელი მანქნების სასაფლაო. ასევე და იქ რობოტს მოეწონა გოგო და შესთავაზა ეს საქმე. გოგოს არ უნდოდა და მან უთხრა, შენ ხომ იციო რომ ჩემთანო შენ არ დაფეხმძიმდებიო. არც დაცვა გჭირდებაო. ხო და იმ მომენტისთვის რობოტი იყო მამრობითი სქესის. უბრალოდ ბოდიში კიბორგი იყო, რადგან ის სულიერად ადამიანით მსჯელობდა და გამოიყურებოდა.
და მე მას მაშინ შლობა არ მივანიჭე. იმ მომენტისთვის მე ჯერ არ ვიყავი გარკვეული საერთოდ იჩი ბიჭი არ მესმოდა ამ საკითხში. საერთოდ სიზმრათაც არ დამესიზრებოდა. ეს მე გამეხსა ინტერნეტი, ტელეფონი რომ ჩავიგდე ხელში სასურველი ტელეფონი, მანამდე მე ტელეფონი არ მქონდა ნორმალური. ერთი პატარა ტელეფონი მქონდა ნოკიოს ჯერ ბილანის ტელეფონი დავიწყე. მე გადავიდი ნოკიოს ტელეფონზე. რომელიც უკვე უფრო შედარებით თანამედროვე იყო და ის ტელეფონი მივიყიდე, ნოკიოს ტელეფონი, ინტერნეტი ისე იყო ვიდეოსაც, სურათებსაც იღებდა ისეთი ვიდეოებს. ნუ ხარისხიანი არ იყო, მაგრამ ასე თუ ისე ინტერნეტსაც სტომა მქონდა. ეს იყო მთავარი. კი, ბილანის ტელეფონითაც მქონდა ინტერნეტში სტომა, მაგრამ ყველა საიტებზე ვერ გავდიოდი. მარტო ორი საიტის გამოჭერა შემძლედი და всё. ეს იყო ვაბი და კიდევ ერთი საიტი იყო, არ მახსოვს ზუსტად. ხო და ჩემთვის მაშინ ის ბილანის ტელეფონით მე რო ინტერნეტში შევდიოდი, უდრიდა იმას, რომ მე თითქოს კომპიუტერი მქონდა. დიახ, ისეთი გახარებული ვიყავი, ჩემთვის ის იყო რაღაც მიღწევა ტექნოლოგიური. აბა, ჩვენ საწყლები როგორ ჩამორჩით ყველაფერს რა, ადამიანები, ამიტომ ამბობ, მე რის თარგმნი ამას ყველაფერს. იმიტომ კი არა მე მიხარია. მაპატიეთ, მე მიხარია ნამდვილად. მაგრამ მე თავის გამოჩენას არ ვაპირებ, არა. მე ვთარგმნი იმას, რაც არის. შეიძლება გეცინებათ კი. ნუ მეც მჭირდა ასეთი რაღაცა, ყველაფერს უყურებდი ვირონიულად, როდესაც წამოწყდი ამ ეფირებს. მაგრამ თავიდან რასაკვირველია, მე ვუსმენდი ყველაფერს. მე უკვე რეზონანსში რაც არ შედიოდა დაუშვათ, თუ თქვენ ამ ინფორმაცია გაღიზიანებთ, ესე იგი თქვენ არ ხართ მზად ამ ინფორმაციას უსმინოთ. ნუ დააძალებთ თავს, თქვენ გულს უსმინეთ. მაგალითად მოგიყვათ, არის აქ ერთი ბლოგერი, ვიაჩესლავ კატლეროვი. ნუ მართლა მე ხა მაგის მოსმენა მივატოვე, რატომ და მას მე ვთვლი, რომ უკვე არ აქვს ის ინფორმაცია, საინტერესო ინფორმაცია, რაც უნდა მოგაცდინოს მან, ასე თქვა გამოელია უკვე წყარო, ის არ არის კონტაქტორი, არა. უბრალოდ მას უყვარდა კითხვა და უკვე ბავშვობის ასაკიდან უწევდა შახტაში მუშაობა. და ის აგროვებდა ამ ინფორმაციებს, კითხულობდა, აგროვებდა, მას აქვს ძალიან საინფორმაციო მარაგი ამ თემებთან დაკავშირებით, იმ თემებთან დაკავშირებით, მაგალითად როგორც დედამიწის წყობა, დედამიწის შიდა, ნუ ყველაფერზე. კი. და მაგრამ მაგის ვიდეოებს როდესაც უსმენდი, იქ ნაირი ხალხი არიოდა ამ საუბარში, ასე ისე და ბევრი კარგი ამოვიტანე მისგან მე გამოვიტანე ინფორმაცია, მაგრამ ბოლო ინფორმაციებს უკვე ვერ ვუსმენ და რატო? ეს კაცი არის ავათ, ამას ახლა გადაერთვალა მეუღლეც და უკვე არ იცის რა ინფორმაცია დადოს. გამოელია ალბათ საწყალად ინფორმაცია და რა ქნას ავათა თორობს უკრაინაში ბომბავენ ისეთ ადგილზეა და სამკურნალო თანხას აგროვებს. ნუ კაცი ცდილობს ირჩინოს თავი. კი, მე მესმის მისი, მაგრამ ბოლო დროს რა აქვს აჩემებული. მე უბრალოდ არ ბლოკავ ამ კაცს, იმიტომ რომ საჭირო სამებრ მე შემიძლია მაგასთან მოვდებნო საჭირო ინფორმაცია. რუკესთან დაკავშირებით, დედამიწის ხომასთან დაკავშირებით და საერთოდ. მაგრამ ბოლო დროს ამ კაცს აჩემებული აქვს, კიდე თუ არა საქართველოს დაბომბავენო. უკვე სპეციალურად გადაიღო მოკლე ვიდეო და დადო TikTok-ზე. მეორე ვიდეო უკვე. ხო და არ მინდა ხმე პოლიტიზება გავუკეთო ჩემ ვიდეოს.
მაგრამ მე მაგის მოსმენა მივატოვე მაგის მოსმენა ხანდახან ისე ცოტას მოусვენდი უკვე ვიცი რასაც წავა საუბარი და მაინც ლაიქს სვა უჭერ ლაიქზე რომ მისი ვიდეოები მაინც გავიდეს რადგან მეწოდება ის კაცი ხო არა და მაგას იმდენი მაყურებელი ყავდა მაგი გადარწვეს ყველაფერი წაიღეს თავის კომპიუტერი არ ადამიანად როდესაც ეს ინტერნეტი გააქტიურდა და რამე ახლა მე თქვა მე ვუსმენდი კიდევ სხვა მე ვუსმენდი კონტაქტორებს უკვე მაგრამ არ დავასახელებ სახელდაგვარს არც იმ აკაუნტს დავასახელებ რომელსაც მე ვუსმენდი მე შევაშინე რომ ეს ბლოგი არის პოლიტიზირებული ну რაღაც ეს თან იმ ჯგუფის წევრები გაიყო მათი მოხდა გახეჩვა 1-2 წელი გამოიყო მაგ ჯგუფს და მე ავდექი და მოვუსმინე ერთადერთი ინფორმაციას ორივე მხრიდან იქედანაც და გამოყოფილ ჯგუფის მხრიდანაც მაინტერესებდა რამდენად ემთხვეოდა კონტაქტორების მიერ მიღებული ინფორმაცია იმიტომ რომ ყველა კონტაქტორი ვერ ხსნის ერთს ესმის ერთი მეორეს ესმის მეორე და მე როდესაც ვნახე რომ ამათ მიღებული ინფორმაციები ამათ მიერ მიღებული ინფორმაციები იყო სხვა და სხვა მე მივატოვე ორივეს მოსმენა მე ვიყავი ხელმოწერილი ვიყავი მათი ხელმომწერი მე ორივე ჯგუფიდან გამოვედი ხო იგენი ცალ-ცალკე ხომ იყვნენ გამოვედი მათ არ უსვენ ახლა კიდე უსვენ უბრალოდ რომ შევადარო დაბა რას ამბობენ უცებ რეზონანსული მდგომარეობა დამეწყო დერეზონანსული ესე იგი არ მიღების და რატო ვახსენე ახლა მე კოტლაროვი სანამ მაგის მოსმენას დავიწყებდი მე ეს კაცი მეგონა გიში და ამ კაცს დონაცია აქვს გახსნილი ხო აღნიშნული ანგარიშის ნომერი და ვისაც სურს მისი დახმარება ამ ნომერზე შეუძლია ჩაურიცხონ თანხა მაგრამ თავიდან მე არ მქონდა დონაცია გახსნილი ანგარიში სადონაციო მაგრამ მე ვიფიქრე მოდი გავხსნე თავიდან მე ეხლაც დებ უბრალოდ ვიდეოს მაგრამ დონაციურ ანგარიშს მაინც ვაკეთებ თუმცა ერთი ადამიანის მიდიჯერ არის გაუკეთებია ჩარიცხო და იმ ადამიანის მადლიერი ვარ არ მინდა ხა სახელი და თქვა დავასახელო ხო ჩვენთან იმდენი გაჭირებულია მე არასთან აფოს მოვითხოვ მაგრამ როდესაც არის მაგალითად 100 ყურება და 10-15-20 ყურება და ლაიქს არ დაგისვამენ არა კიდევ გეუბნებით მე ამ ვიდეოს იმიტომ კი არ ვდებ რომ ლაიქები დამისვათ შეგიძლიათ არ დასვათ მაგრამ თუ თქვენ უყურებთ და მოგეწონათ ხომ შეიძლება ლაიქი დასვათ ხო თქვენ არ გაინტერესებთ მაგრამ შეიძლება ვინმე დაინტერესდეს არა კიდევ მინდა გითხრათ ანგარიშის ნომერი კი მაქვს მე დატოვებული ყოველ ვიდეოს ქვეშ მე არ ვდებ ანგარიშის ნომერს მაგრამ კიდეც თუ მოდი ანგარიშის ნომერს მოვაცილებ მეთქი მაგრამ ჩემმა მეგობარმა მითხრა იყოსო იქო შენ არაფერს უცხახე და მაგაში მე რომ შენ ანგარიშის ნომერი გაქვსო დადებული დონაციის მაგრამ მე ხო ვიცი რომ საქართველოში არ არის ყველას თითქმის რამდენი ავამტყოფია კი იმის მიუხედავად რომ მეც მაქვს რაღაც პრობლემები მაგრამ მე ყველას რაღაც პრობლემები აქვს ხო მე ჩემი ცხოვრების აზრად ვაქციე ამ ვიდეოების დადება ამ ვიდეოების თარგმნა და დადება იმიტომ რომ
მე მინდა ამით როგორც მე დამეხმარა ვიდეოებმა ჩემი თავის გახსნაში რადგან მე როდესაც სხვას ვუსმენ მე შეიძლება მე რაღაცას ვსწავლობ მაგალითად რამე მაგალითზე ხო სიმპტომები დაუშვათ არ ვიტყვი ხარ ისი რაღაცის სიმპტომები აი თუ ეს სიმპტომები გაქვს ესე იგი ეს ნაცნობია შენთვის ესე იგი შენს გეხება ხო მე ხა შევტობე ძალიან და მომიტევეთ რა ნუ გახესიანდებით ანგარიშის ნომერი როდენაირ თუ რა გონიათ იქ ვინმე მერიცხავს რამეს არა მე დავთე უბრალოდ ხომ გეუბნებით მხოლოდ ერთმა ადამიანმა ჩარიცხა მაგაც მადლობელი ვარ რაც არ უნდა იყოს თანხა სიმართლე გითხრა იგიც არ ვიცოდი მოქმედა თუ რა ანგარიშის ნომერი მაგრამ მე ის მიდენა ისედენა მაინც ვდებ ეგ ვინმეს მოუნდეს შეწყობა ხელის ჩემზე ხო მაგრამ ნუ მიწყენთ რა თქვენ უბრალოდ მოусმინეთ ნუ მიაქცეთ იმათ ყურადღებას და ნუ გახსენდებით ჩვეულებრივად მოусმინეთ მაგრამ თუ მოგეწონათ ნუ დაგეზარებათ ლაიკების მოცემას მე თქვენი ყურადღება უფრო გამახარებს ამით ქიმაიც მე მეწოდინება ვის რომელი ვიდეო მოეწონა ხო თუ არ მოგეწონათ არ დადვათ არ დაუჭიროთ თიძებით თუ მოგეწონათ დაუჭირეთ კარგი მოდით ახლა გავაგრძელოთ და წამყვანი ეუბნება ალბათო სინთეტიკური მეძავის როგორ თქვა მომსახურეობა უფრო იაფიშდებაო ვიდრე ორგანული მეძავისო მომიტევეთ უფრო სწორად ჯონ უიტბერგმა თქვა რომ სინთეტიკური მეძავის გამოყენება უფრო იაფიშდებაო ვიდრე ორგანული მეძავისო და თან კიბორგებს იყენებენო ფერმერები გზების და შენებლების დროსაც იყენებენ კიბორგებს ესე იგი იმ სამუშაოს დროს ის ესე იგი ნებისმიერი სამუშაოს დროს რომლის სამუშაო შეიცავს რისკს დიდ რისკს იყენებენ კიბორგებს და რა ადამიანებს მძიმე სამუშაოს დროსაც ესე იგი მძიმე სამუშაოს დროს იყენებენ კიბორგებს და ძალიან დიდ რაოდენობის კიბორგებს იყენებენ ჯარისკაცების როლში მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით კიბორგები როგორც ჯარისკაცები იყიდება და ამ კიბორგებს ჯარისკაცების სახით ყიდიან უცხო პლანეტელებზე ესე იგი უცხო პლანეტელები დიდი რაოდენობით იძენენ კიბორგებს ჯარისკაცის სახით და ამ კიბორგებს ძალიან დიდი რაოდენობით იყენებენ იმ ესე იგი კოსმოსური გერმანული ცივილიზაცია და იაპონელები ძალიან ბევრ კიბორგებს იყენებენო წამყვანი ეკითხება თუ სად არისო განლაგებული ადგილები სადაც ხდებაო კიბორგების გამოკვლევა რომლებიც შენ იცი ჯონ უიტბერგი პასუხობს რომ ტრიტონზე ეს ალბათ პლანეტაა ასეთი ტრიტონზე არისო კიბორგების დიდი ქარხანა ეს ყოფილა ნეპტუნის თანამგზავრი და იქ ისინი ქმნიან დიზაინურ მოდელებს პროსტიტუციისთვის შპიონაჟისთვის და ქმნიან ჯარისკაცებს და ეს ჯარისკაცები ამ ჯარისკაცებს სინთეტიკურ ჯარისკაცებს უნდა თქონდეთ ისეთი იერი რომ შეძლონ უბრალოდ ჯარისკაცებში შერევა ეს ფაბრიკა ეკუთვნისო რასაკ რობოტიკს ასეთი კომპანია არის აგრეთვე რასაკას დიდი ქარხანა ეს იაპონური სახელი ალბათ იაპონელებს ხო იაპონური კომპანია ყოფილა და არის კიდევ დიდი ქარხანა რომელიც ეკუთვნის რასაკას პლანეტაზე რომლის დასახლება მე არ მახსოვს
ეს არის ძალიან პატარა პლანეტა, ჯუნგლი, მიახლოებით მთვარის ხელა. ალბათ ეს არის კარლიკური პლანეტა, რომელიღაც სხვა სისტემაში, რომელიღაც სხვა მზის სისტემაში. ესე იგი, ამაზე ელენა დანანი ამბობს. ჩვენ ხო ერთ მზის სისტემას მივეკუთვნით, ეს ჩვენი ორბიტა არის ჩვენი დროის ხაზი და ის სხვა სისტემა უკვე სხვა დროის ხაზია. მაგას უკვე ქვია ან პარალელური სამყარო, ან სხვა სამყარო, სხვა განზომილება. ესე იგი, ჩვენი რაკურსიდან ის არის სხვა განზომილება. მათი რაკურსიდან ჩვენ ვართ წარსულში. ან შეიძლება კიდევ სხვა მიმართულებით. და იქ არის უზარმაზარი ქარხანა, სადაც უშვებენო კიბორგებს. და ამ ქარხანაში უშვებენო ნებისმიერი ფორმის სინთეტიკურ კიბორგებს. აგრეთვე კი არის ჯვრიანი კიბორგები და არის იაფენი კიბორგები, თუმცა იაფენი კიბორგები არ არსებობს, მაგრამ ეს ამ იაფენი კიბორგების ქვეშ იგულისხმება შედარებით იაფიანი კიბორგები, ვისაც არ აქვს მაგალითად საშუალება იყიდოს ჯვრიანი კიბორგი. წამყვანი ეკითხება, რა როლს ვერანდობდნენ კიბორგს და რომელსაც მიანდობდნენ ადამიანებს და პირიქით რა როლს არ მიანდობდნენ ადამიანებს და მიანდობდნენ კიბორგებს. მრეწველობაში არის ბევრი სფერო, სადაც კიბორგები არ მუშაობენ. უბრალოდ სინთეტიკურ კიბორგებს არაფერს უხდიათ თითქმის. მაგრამ არის ისეთი სამუშაო, რომელსაც ასრულებენ მხოლოდ სინთეტიკური კიბორგები, ეს ცათაბჯენების მშენებლობა. გზების ესე იგი, სამანქანო გზების მშენებლობა, რკინიგზის მშენებლობა, ნებისმიერი საჩიში სამუშაოები, ნებისმიერი საჩიში სამუშაოებს ასრულებენ კიბორგები. და ასეთ საჩის სამუშაოებზე უშვებენ სინთეტიკურ რობოტებს, კიბორგებს, რადგან იქ ართვლიან მათ ადამიანებად. და თუ რამდენიმე კიბორგი დაიღუპა ამ საჩიში სამუშაოების შესრულების დროს, ეს მათ არ ანახლებთ. ეს მათთვის არის ჩვეულებრივი ამბავი, რადგან გონიათ, რომ ისინი არიან უსულოები და დიდი ამბავი თუ რამდენიმე დაიღუპა. განვითარების რადონი გაიარეს კიბორგებმა და როგორია ბოლო მოდელი კიბორგებისა, რომელზეც შენ გაქვს ინფორმაცია. კიბორგების ისტორია დაიწყო ტერმინატორებით. ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ფილმი ტერმინატორი 1, 2, 3, 4, ხო? ხო, აი ამ ტერმინატორის როლით დაიწყო კიბორგების ისტორია. შიგნით ყველაფერი ჰქონდათ მეტალისგან, ან უმეტესწილად მეტალის შიგნით და გარედან ჰქონდათ ნამდვილი კანი, ადამიანის კანი. ეს ტერმინატორების მოდელი იყო 40-50-იანი წლებში. ამის შემდეგ მაგასმა დაიწყეს დამუშავება კიბორგების იმ სახეობების, რომლებიც ბოლოს გახდნენ, დასახელება თქვა და დამავიწყდა, შეხედეთ, ტერმინატორს შეადარეთ ახლა ეს. და იმ ტერმინატორების სახეობების შემდეგ, როგორც მოგითხარით, დაიხვეწა კიბორგების სახეობა და მათ უწოდეს სისხლი 2, კროვის 2.
დიახ, ეს არის და ეს კიბორგების სახეობაა, რომლებიც შედიან ამ სისხლს ორში, შემდგომში არ განახლებულა. რადგან უკვე 80-იან წლებში ამ კიბორგების სრულყოფილება ხო, უბრალოდ ამ კიბორგების სრულყოფილებამ მიაღწია 90-იან წლებში და всё, მე არც განახლებულა. რატომ ეწოდებოდა სისხლი? იმიტომ რომ სისხლის მაგივრად კი ის ჩამოკავდა ფერით ადამიანის სისხლს, მაგრამ ის იყო სითხე, წითმოწითალო სითხე, რომელსაც გადაქონდა ნანიტები, რაღაც ქიმიური შენარევები და გადაქონდა ინფორმაცია. მაგრამ ადამიანური სისხლი არ იყო, მაგრამ რადგან სისხლით იყო შექმნილი, გეგონებდა სისხლი, ამიტომ მათ დაარქვეს სისხლი. ორი რატომ არ ვიცი. მათ აგრეთვე ჰქონდათ თავისი იმპულსები, ჰორმონალური დონე, დიახ, ჰორმონებიც ჰქონდათ. ხო და ჯონი უიტბერგი ამბობს, დიახ, ხო, კიბორგებსაც აქვთ ჰორმონები. წამყვანი ეკითხება და კიბორგების ახლანდელი განვითარების სტადია არისო ადამიანი ვიდრე ადამიანი. ესე იგი ადამიანზე უფრო მაღალი განვითარება, ხო? ჯონ უიტბერგი, ხო, ფაქტიურად, როდესაც შენ განსხვავებას ვერ ნახავო, ვერ ხედავ განსხვავებას, არის მოდელები, რომლებიც უფრო მაღალ დონეს ეკუთვნიანო და რომლებსაც გააჩნიათო ფსიონიკა და მომდევნო ყოველდღიური მოდელი არის გავსო ადამიანს. და ისინი დაპროგრამირებული არიანო იმისთვის, რომ არ ქონდეთო საჭირო ემოციები, რომელიც აქვთო ადამიანებს. მეო არ მინახიაო, რომ კიბორგს ქონოდაო რომანტიკული სიყვარული. მათ ეს გრძნობა არ აქვთო. ალბათ პროგრამაზეც არისო დამოკიდებული, მაგრამ მე არ მინახიაო, რომ კიბორგებს ისეთი პროგრამა დაუყენესო, რომ სიყვარულის შეგრძნება ქონდეთო, რომანტიკული სიყვარულის, მაგრამ შეიძლებაო კიბორგმა თავისი თავი დააპროგრამოსო ამ რომანტიკულ სიყვარულზე. ყოფილა შემთხვევებიო, როდესაც კიბორგებს უარდებოდათო ხელში წვდომა საჭირო დანადგარებთან და თავის თავს თავისი პროგრამების შეცვლა შეეძლოთო რომანტიკულ სიყვარულზე საკუთარ თავს საკუთარი პროგრამაში ცვლილებას ახდენდნენო და პროგრამაში დებდნენო რომანტიკული სიყვარულის პროგრამას. ხო, უმატებდნენო რა საჭირო ინსტრუმენტებს, რომ დავსგავსებოდაო ადამიანს და ასეთი შემთხვევები ბევრჯერ მოხდარაო, რომელიც საშინაო კიბორგებზე ხდება წვდომა და ისე გაკეთება მათ შეუძლიათო. ესე იგი, საშუალო კოლონისტს რა შესაძლებლობები, რა ფინანსური შესაძლებლობები აქვს, რომ შეიძინონო ეს შინაური კიბორგები. ჯონ უიტბერგი ამბობს, რომ ისინი აკეთებენ ყველაფერს, რასაც აკეთებსო დიასახლისი ან დაქირავებული დომრაბოტნიცას რომ უძახიან რუსულად. ხო, ყველაფერს აკეთებსო. მუშარა, დამლაგებელი, რასაც აკეთებსო, იმას აკეთებსო კიბორგიც. საშინაო კიბორგი. რატომ ცინება? თუ მაგალითად პატრონს უნდაო, მაგ საქმე დაკავდესო კიბორგთან. ამასაც აკეთებსო კიბორგი. თუ პატრონს მოუნდაო. ხა ხო ხდებით მე რას გულისხმობ? ისინი უვლიანო ბაღს, უვლიანო ბოსტანს, რასაც კი ადამიანი აკეთებსო. შუა კოლონისტი იქ, გერმანულ კოლონიებში ვერ მიცემს თავის თავს უფლებას შეიძინოს დამხმარე კიბორგი. რადგან ამ კიბორგების საშუალო ფასი არისო 300 მომიტევეთ, ამ კიბორგების საშუალო ფასი არისო $750,000.
წამყვანი ეკითხება, საიდან შოულობენო ამდენ სხეულს კიბორგების ასატყობათო, კიბორგების შესაქმნელათო. ჯონ უიტბერგი პასუხობს, ქვტრებისგან ღებულობენო ბრძოლის ველიდან, მორგიდან, სასაფლაოებიდან, მომაკვდავი ადამიანებიც მიყავთო და პოულობენო ისეთ ადამიანებს, უპატრონო ადამიანებს, რომლებსაც არ დაუწყებენო ძებნას. ხო, მე რა გამახსენდა ახლა? არ მახსოვს, ოღონდ საიდან ამოვიკითხე. არ მახსოვს ეს ინფორმაცია სად ამოვიკითხე, სად მოვისმინე. არ ვიცი, ინსაიდერი ვიყვებოდა, არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ახლა თქვენ მე რაღაცას გეტყვით. ომის დროს, მეორე სამამულო ომის დროს, მე მგონი ამაზე მაქვს მე მონაყოლ. მეორე სამამულო ომის დროს საბრძოლო ველზე ხო მეგდო ახალი გვტარი ჯარისკაცები, დაჭრილი, სასიკვდილო დაჭრილი ჯარისკაცები, ხო? ორივე მხრიდან. და ერთ-ერთი უცხო პლანეტარული ჯგუფი, მე არ ვიცი ეს ნეგატიურია თუ დადებითი, მათ მიყავდათ ეს სხეულები. პენი ბრედის აქვს ნათქვამი. პენი ბრედის გონი თუ არ ცდები. რა მნიშვნელობა ვიღაცას აქვს ნათქვამი. ხო და ეს ხალხიც მიყავდათო, შემდეგ მათ აცოცხლებდნენო და კოლონიებს ასახლებდნენო ამ ადამიანებით. დიახ, ხო, მე რომელიღაც ვიდეოში მაქვს ამაზე ნახსენები და ამ მეორე სამამულო ომიდან მოსდიოდათო ჭერისუფალს წერილი. დაიკარგა უნაკლოდ. როგორ შეიძლება ადამიანი უნაკლოდ დაიკარგოს, ხო? ხო, ეს არის შემთხვევა. კი არ დაიკარგა უნაკლოდ. წაყვანილია დედამიწიდან. გააცოცხლეს, ან დაჭრილი თუ იყო უმკურნალეს, მეხსიერება დაუბლოკეს და იმ კაც გონია, ან ქალს, რომ ის მუდამ ცხოვრობდა იქ, ერთ-ერთ კოლონიაში და დაიბადა იქ. არ გაგიკვირდეთ. აგრეთვე ბევრი მუშა მიგრანტებია, რომლებიც მიდიან საზღვარგარეთ სოფლებში სამუშაოდ. ბევრი ასეთი მიგრანტებიც იკარგება ხოლმე. ხო, და ასეთ ხალხს იყენებენ კიბორგების სხეულად. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც საზოგადოება თვლის უღრსად თავიანთ საზოგადოების წევრის უღრსად, ამდაგვარ ხალხს ეძებენ და მიყავთ და კონვერტირებას უკეთებენ. ანუ მის ნაწილებს შეიძლება არ ვიცი ხა ზუსტად ვინ როგორ ასაკეთებს, მაგრამ ხდება ამ ადამიანების გამოყენება. წამყვანი, ესე იგი ალექსანდრ ჩერკასოვი მინდა ისე გითხრათ, რომ ეს წამყვანი ეს თარგმნელი ინგლისური ენის ოდნე ალექსანდრ ჩერკასოვი ცხოვრობს უკრაინაში და მან ჩამოართვა ინტერვიუ პენი ბრედლის და მან შემდგომ თარგმნა ეს ვიდეოები. ჯონ უიტბერგსაც მან ჩამოართვა ინტერვიუ და ეკითხება ახლა ალექსანდრ ჩერკასოვი წამყვანი, აწვდისო თუ არა მთავრობა ხალხსო შემდგომ რომ მოხდესო მათი კიბორგებში კონვერტაცია, ესე იგი გადაკეთება კიბორგებში, კონვერტაცია ამიტომ ქვია.
და თუ ხდება ეს, რატო ხდება? არაო, მე არ ვიციო ეხლა მათგან ცოცხალ ადამიანებს თუ აგზავნისო, მაგრამ მე ვიციო რომ ისინი ვიციო ზუსტად რომ ისინი აგზავნიანო თავი ან მკვდარ ხალხსო. და შემდგომ ეს მკვდრები, რომლებიც გავიდნენ კონვერტაციას კიბორგებში, უკან უბრუნდებათ იმ ქვეყნებს, რომლებაც მიყიდეს თავიანთი მკვდრები კიბორგების შესაქმნელად. ისინი უბრუნდება უკან იმ ქვეყნებს, ალბათ უკან ყიდულობენ უყვენ ზა კიბორგებს. აბა უფლოდ ვინ მისცემს? წამყვანი ეუბნება, ალბათო ეს ქვეყნები არისო სუპერ დერჟავები, დიდი ქვეყნები როგორც რუსეთი, ჩინეთი, ამერიკა, იაპონია, ირანი, ისრაელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეუბნება ალექსანდრე ჩერკასოვი წამყვანი, რომ უფრო პატარა ქვეყნებიც აკეთებენო ამას. ამ ხალხს უნდა ქონდეთო თავისებური ხასიათი და მახასიათებელი ნიშნებიო, რომ გამოდგნენო კონვერტაციისთვის. არა, არ არისო აუცილებელი რამე დამახასიათებელი ნიშანი მქონდესო კონვერტაციისთვის გაკუთვნილ ადამიანსო, რადგან კონვერტაცია ცვლისო ყველაფერს, ყველა დეფექტებს აქრობსო, ამბობს ჯონ უიტბერგი. კონვერტაცია მთლიანობაში ცვლისო სხეულს, რომ ის გახდესო ისეთი, როგორიც არისო საჭირო. რა შეჭირდებათ მათ ცოცხალი ადამიანების გადაცება, ან მკვდარი ადამიანების გადაცება. რისთვის, რომ კლონირება გაუკეთდეთ ამათ თუ მათ ტვინის მასალებს გაუკეთენ კლონირება. შემდგომში რომ კიბორგები შექმნან. ჯონ უიტბერგი პასუხობს, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ ეს ძალიან რთული პროცესია. როდესაც კლონს ქმნის, შენ არ იცი, როგორი სული მიმაგრდება ამ კლონს. არა, კლონირება ნაკლებად გავრცელებულია ამ პროცესში, რადგან სირთულეებს წარმოადგენს. არიან თუ არა უცხოპლანეტელები, რომლებსაც იტაცებენ კიბორგებში კონვერტაციისთვის. არის თუ არა კონკრეტული რასები, რომლებსაც ისინი ეძებენ. ჯონ უიტბერგი ამბობს, რომ დიახ, ისინი იტაცებენ უცხოპლანეტელებს, ან ისინი იღებენ უცხოპლანეტელების მკვდარ სხეულებს ბრძოლის ველიდან და მათ უკეთებენ კონვერტაციას. ისინი უფრო ისეთ უცხოპლანეტელებს ეძებენ, რომლებიც დიდი ზომისაა და გამოდგებიან ამ საქმისთვის, ეკითხება წამყვანი. ჯონ უიტბერგი პასუხობს, რომ დიახ, მაგრამ ეს არა აუცილებელიო, მაგრამ ეს არისო პლუსი. თუ უცხოპლანეტელების სხეული თითქმის ზათ არისო ამ საქმისთვის, მათ უყვართო ალტაირცები, რადგან მათ გააჩნიათო დიდი ყუნთოვანი მასა, მათ მოწოთო დრაკო, თუ შეუძლიათო მათი შოვნა, მაგრამ დრაკოს სხეულის შოვნა ძალიან ნაკლებადაა შესაძლებელი, მაგრამ დრაკოს პოვნა შეიძლება ბრძოლის ველზე თუ იმ წუთასვე დახიკავენ მაგათ, რადგან დრაკონელებსაც აქვთ სარეგენერაციო რეზერვუარები და თავიანთ დრაკონელებს, როგორც გერმანელები აკეთებენ ხოლმე, პენიბრელის აქვს ნათქვამი. ერთი თითიც რომ დარჩესო, თუ ის ახლა მაგალითად პენიბრელი ბევრჯერ თავიდან აღადგინეს. რომ მაგის საჭირო იყო. ახლა თუ პიროვნება ჭირდებაო, არისო შტურმანი, ფრინავი, ნავიგატორი, ასე პიროვნებას 1000 ჯერ აღადგენენო. ახლა თუ ისეთი ჯარისკაცი დაიკარგაო, რომელიც დაკარგვას არანაირი ზარალი არ მოყვებაო, რასაკვირველია, ამას ისინი არ იზამენო, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ გაგვიცოცხლებიაო მარსიანელები, გვეგონაო, ჩვენი ჯარისკაცები იყვნენო, ხო და გაგვიცოცხლებიაო ბევრჯერ მარსიანელებიო და დაგვიბრუნე ცხოველები, მაგალითად ისეთი, რომლებიც შეჭამა ცხოველებმა, იქ არის ხოჭოები დიდი ზომის არიან, ღვთისმლოცველები ბაგამოვი, ოღონდ უფრო ჭანჭულებს გაბარიან, იქაური ღვთისმლოცველები, ისინი მართავენ ამ ხოჭოებით და ბევრი შემთხვევა ყოფილა, ხო, ცხოვრობენ როგორ არა, რეპტილიები ცხოვრობენ, რომლებიც ჭამენ მარსიანელებს, იკვებიან მათ ხორცით.
რამდენიმე წლის წინო ჩემიო გუნდი მონაწილეობდაო ერთ-ერთ ბრძოლაში ტირექსების რასის წინააღმდეგ, რომლებიც იყვნენ თითქმის 7 მეტრო სიმაღლის და იყვნენ ძალიან მასიურები, ძლიერები, რომლებიც შედგებოდნენ მხოლოდ ყუნთებისგან და მათი სხეულები იქნა შეგროვილი და გაგზავნილი ქარხანაში, კიბორგების ქარხანაში. ასე რომ მათ მოსწონთო დიდი ზომის უცხოპლანეტელების ესე იგი მოძებნა და ხელში ჩაგდება. წამყვანი ეკითხება თუ ვინ არისო კიბორგების ხშირი მყიდველი. ჯონ უიტბერგი პასუხობს: ყველაზე მნიშვნელოვანი მყიდველები კიბორგებისა უფრო ხშირად არიანო უცხოპლანეტელები. ვინ არისო ხშირი მყიდველი კიბორგების? ჯონ უიტბერგი პასუხობს, რომ ყველას არ ვიცნობო. ყველას დასახელება არ შემიძლიაო. მაგრამ ამბობს ჯონ უიტბერგი არის ერთი რეპტილოიდური რასა, რომლებიც მათ ძალიან ბევრს ყიდულობენო. და ეს რეპტილური რასა გამოიყურებაო როგორც ანალიზებური ხვლიკი, ახლა განახეთ მის ფოტოს, ეთიტუთით. აი ესენი არიან გონიერი ხვლიკები, კოსმოსური გონიერი ხვლიკები. ისინი ალბათ დიდი ზომის არიან. ეს რასა ყიდულობს ძალიან ბევრ ადამიანურ კიბორგებს, სინთეტიკებს, უფრო სწორად ადამიანის სინთეტიკურ კიბორგებს. რა მიზეზით ყიდულობენ არ ვიცით. ორიონის სინდიკატი არსებობს, რომელიც ყიდულობს ძალიან ბევრ სინთეტიკურ კიბორგებს, რადგან მაგათმა ძალიან ბევრი ქარხანა დაკარგეს, სადაც კიბორგებს ქმნიდნენ წლების განმავლობაში. წამყვანი ეკითხება იმ ესე იგი გამოყოფილ ნაციაში რამდენმა ადამიანმა იცის, რომ ქმნიან კიბორგებს. უფრო სწორად საიდან მოაქვენო სხეულები კიბორგებისთვის. ჯონ უიტბერგი პასუხობს, რომ თითქმის არ იციანო ამის შესახებ, საიდან მოაქვენო სხეულები კიბორგების შესაქმნელად. მხოლოდ იციან მაღალ თანამდებობის წარმომადგენლებმა და იმ ადამიანებმა, ვინც მუშაობენ ამ ქარხნებში, სადაც კიბორგებს უკეთებენ კონვერტაციას. და ვინც მუშაობს ამ ქარხნებში, ხელს აწერენ გაუთქმობის კონტრაქტს და არ აქვთ უფლება რამე თქვან. ხანდახან ადამიანები ჯარში იგებენ ამის შესახებ, რადგან ბრძოლის ველზე ჯარისკაცები ხედავენ მათ კვტარ მეგობრებს, როგორ ხიკავს რასაკას ხომალდები. რასაკა, ალბათ იაპონური დასახელებაა. მაგრამ მაგას არ იციან თუ შემდგომში რა ხდება. ჯონ უიტბერგი ამბობს, მაგალითად ყოფილა ისეთი შემთხვევებიო, როდესაც შენი ახლობლები ან მშობლები ხდებიანო, ან ვინმე შენი ოჯახის წევრი ხდებაო და შემდეგ ის აღმოჩნდებაო ანდროიდის სახით, ან კიბორგის სახით, რომელიღაც სამამტყოფოში, რომელშიც შენ ხდები მას შემთხვევით. მაგრამ უფრო ხშირად ისინი ცდილობენ თავიანთი დედამიწიდან წაყვანილი შეგროვილი სხეულები, ის განგაკეთებული, მომზადებული კონვერტაცია გავლილი კიბორგები გაგზავნონ რაც შეიძლება შორს. მაგრამ მაინც ხდება ისე, რომ ზოგჯერ მათ შემთხვევით ისინი ბრუნდებიან უკან დედამიწაზე, ან ყიდულობს ვინმე მათ და შემთხვევით მისი ახლობები შემთხვევით ხდებიან ასეთ კიბორგებს. ყველაფერს ხო ვერ გააკონტროლებო. წამყვანი ეკითხება, არიანო თორე აქტივისტები, რომლებიც არიანო კიბორგიზაციის წინააღმდეგ. კი, კოსმოსში
ერთ-ერთ პლანეტაზე არიან ასეთი აქტივისტები და ამ პლანეტაზე განლაგებულ ქარხანაში აქტივისტებმა მოაწყოსო აფეთქება, მაგრამ ადამიანებმაო ვერ გაიგესო თუ აქტივისტებმა ეს რატომ გააკეთესო და იმ გამოყოფილ ნაწილში გერმანელებისა აქვთ თავისი გახსნის ჯგუფი, მოძრაობა. თავისი მოძრაობა ამ ინფორმაციის გახსნასთან დაკავშირებით. როგორც ახლა ჩვენ მე თქვენ გითარგმნით ვიდეოს, ხო? გახსნასთან დაკავშირებით ისეთი გუნდი ყავთ, ისეთი მოძრაობა ყავთ, რომლებიც იქა უკვე იბრძვიან გახსნასთან დაკავშირებით, რომ ხალხმა გაიგოს სიმართლე. ჩერკასოვი ეკითხება ჯონს, შენ იცნობ თუ არა ცივილიზაციებს, რომლებიც ექსპლუატაციას უტარებდნენო კიბორგებს, მაგრამ შემდეგ ამის მოგვიანებით ამის გაკეთება მიატოვესო. როდესაც მე დიპლომატი ვიყავიო, შევხედრივაო ერთ რეპტილოიდურ ცივილიზაციასო, ამბობს ჯონ უიტბერგი, ისინი გამოიყურებოდნენ როგორც წვერიანი ხვლიკები, ახლა განახერხეთ სურათს, მაგრამ ეს დედამიწელი ხვლიკია, მაგრამ ამათ გავლარიან. და როდესაც ჩვენ მათ შევთავაზეთ სინთეტიკები რესურსების სანაცვლოდ, რომლებიც ეს რესურსები ქონდათ მათ და ჩვენ გვჭირდებოდა მათი რესურსები, მაგათმა გვითხრეს ვარი სინთეტიკურ კიბორგებზე და გვითხრეს რომ ამით ხო ამ კიბორგების გამოყენება ჩვენ მივატოვეთო 1000 წლის უკან, მაგრამ უახლოეს ისტორიაში, უახლოეს პერიოდში ასეთი მაგალითი არ იყო, რომ ვინმე ეთქვას ვარი კიბორგებზე. იყო შემთხვევები, როდესაც კიბორგები დემონსტრირება გააკეთებდნენო გრძნობების. ყოველი სინთეტიკური კიბორგი ავრენს გრძნობებს და ცნობიერებას. გამონაკლისი არის მხოლოდ ყველაზე უბრალო მოდელები. რადგან ამ უბრალო მოდელების სხეულებში ძალიან ცოტა სინაფსებია. რა არის სინაფსები? ეს არის ნეირონული ტოტების, ასე თქვა, დაბოლოებები. ნეირონების ნაწილია რა. ხო, ახლა მე მინდა თქვენ უფრო გასაგებად აგიხსნათ. სინაფსი ეს არის ადგილი, რომ ხო მე თქვენ გითხარით დაბოლოებები, ხო? კი, ნეირონს აქვს ასე უშვებს შუბალცებს, როგორც რვაფეხა უშვებს თავის იმგენს ხაზებს, ნეირონი არის რომბისებული ასეთი და ასეთი ხაზები გადის ყოველი კუთხიდან. და ამ კუთხის ბოლოს ესე იგი ადამიანის ნერვული სისტემა შედგება მრავალი ნეირონებისგან, ხო? და ეს ნეირონები ხომ უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს. და ის ოსმინოგის ჭყალებში ფეხი რომ დაუკავშირდეს სხვა ნეირონს, ხომ უნდა დაუკავშირდეს სხვა ნეირონს, ხო? და ეს ოსმინოგის ფეხებივით წვრილი ზორტები რომა გამოსული რომბის ყოველი კუთხიდან, რადგან ნეირონი წარმოადგენს რომბისებულ ნივთიერებას, ესა მასალას და ეს დაბოლოებების ერთმანეთის კონტაქტის ადგილი, როგორ გითხათ, აი ეს ერთი ნეირონული დაბოლოება, ეს მეორე ნეირონული დაბოლოება და ეგენი ხო უერთდებიან ერთმანეთს. ჩვენი მთელი ნერვული სისტემა შედგება ამ შეერთებული ნეირონებისაგან, ხო, რომლის წვერები, ძაფები ნეირონების უერთდება ერთმანეთს და აი ეს წერტილი ნეირონის ძაფების
შეერთების წერტილი არის სინაფსი. ან მე იმიტომ ვიყურები ინტერნეტში რომ ზუსტად გადაგითარგმნოთ. ხო? ან ხო, ეს არის ორი ნეირონების შეერთების წერტილი. ძაფების შეერთების წერტილი, იმ წანაზარდების შეერთების წერტილი სინაფსი, მაგრამ ხდება ხანდახან სინაფს აგრეთვე უწოდებენ ნეირონის და მუშა ორგანოს შეერთების წერტილსაც. ახლა ეს რას ნიშნავს? ჩვენ ვიცით რომ თმაში ნეირონული სისტემა არაა. არც ჩხილებშია ნეირონული სისტემა. თორემ ჩვენ თმებს ყვირილის გარეშე ვერ შევიჭრიდით და ვერც ჩხილებს შევიჭრით უდგინეულოდ. და რომ ეს ნეირონული სისტემა, ახლა კანი, თქვენ ხო გრძნობთ კანს რომ შეეხებით, ან ვინმე შეგეხებათ, ან რომ გაიკაცრათ, ან გაიჭრით, ხო ტკივილს გრძნობთ? ხო და აი ეს შეერთება ნეირონის და მუშა უჯრედის შორის იწვევს, კი არ იწვევს? ხო, ხდება. აი მაგალითად, მუშა, ამ შემთხვევაში მუშა უჯრედი არის კანის უჯრედი, ხო? და ნეირონის დაბოლოება უერთდება ამ კანის უჯრედს. რომ თქვენ გრძნობდეთ ტკივილს, გრძნობდეთ სიცხეს, რომ დაიწვებით იგრძნოთ და ხელი უცებ გასდიოთ და თქვენი, გაიცვათ რა თქვენი სხეული. ხო, და მარტო კანი არა, იგივე თვალი, იგივე ორგანოები, ეს ნეირონული დაბოლოებები უერთდება მუშა უჯრედს, ამა თუ იმ ორგანისა. ხომ გესმით ახლა ჩემი? ესე იგი, სინაფსი მხოლოდ ნეირონების შეერთების წერტილი არაა, არამედ ნეირონის და მუშა უჯრედის შეერთების წერტილი. ნიშნულობა არ აქვს, ეს უჯრედი ეკუთვნის კანს, ღვიძლს, ფილტვებს, გულს თუ რამე სხვა ადგილს. ჩვენ ეს შეერთება რომ არა, ჩვენ ვერ ვიგრძნობთ ტკივილს. რომ იწვებოდეთ, ჩვენ ტკივილს მაინც ვერ ვიგრძნობთ. არის ასეთი დაავადება, როდესაც ადამიანი ტკივილს ვერ გრძნობს. ეს დაავადება, არ ვიცი ახლა არ მახსოვს ამ დაავადებას რა ქვია, არის ასეთი დაავადება. ესე იგი, ამ ადამიანებს, რომლებიც ტკივილს არ გრძნობენ, არ აქვთ ან დარღვეული აქვთ შეერთება ნეირონის დაბოლოების და მუშა უჯრედის შორის. ხო, ხომ გესმით ჩემი? ესე იგი, კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით. ეს ნეირონი თავისი ძაფით. ნეირონი ოთხკუთხე რომბისებულია მიახლოებით და უშვებს ძაფებს ოსმინოგის ბეღით. ეს არის დაუშვათ უჯრედი, რომელიმე ორგანოს თქვათ ავიღოთ კანი. როდესაც ეს ნეირონის ძაფი უერთდება მუშა უჯრედს, ესე იგი ცოცხალ უჯრედს, ის გრძნობს. გესმით? და რადგან ნეირონი არაა შეერთებული ჩხილის უჯრედთან, არაა შეერთებული თმების უჯრედთან, თმაც ხო უჯრედებისგან შედგება, ხო? წვრილი, ეს ჩვენ ხედავთ მრავლობითში, თორე წვრილი ერთი თითო თმა რომ იყო შეერთებული, კი ჩვენ კანზე გრძნობთ რასაკვირველია ტკივილს, მაგრამ ჩემ თმებზე ტკივილს არ ვგრძნობთ, იმიტომ რომ არაა შეერთებული ნეირონი თმის მუშა უჯრედთან. მე მგონი გასაგებად თქვი, ხო? ხო.
ჩერკასოვი ეკითხება ჯონ უიტბერგს, შეიძლება თუ არა მანიპულაციის დახმარებით კიბორგების ცნობიერების გაფართოება. ჯონ უიტბერგი პასუხობს, ეს კარგი შეკითხვაა. მე ამაზე არ ვიფიქრიაო. სავარაუდოდ არა, რადგან საოპერაციო სისტემა შეზღუდულია იმით, რომ მასში დაპროგრამირებულია, უბრალოდ მასში აყენია პროგრამა და შენ შეგიძლია მანიპულირება გაუკეთო ამ პროგრამას, რამდენიც გინდა. შეგიძლია დაამატო ან დაამოკლო ეს პროგრამა, მაგრამ მთლიანობაში პროგრამის მოცილება გაუქმება შეუძლებელია. შეუძლიათ თუ არა კიბორგებს არ დაემორჩილოსო პატრონს, ეკითხება წამყვანი. ან მასიური დაუმორჩილება გამოხატონ, ან პირადული. კიბორგებს შეუძლიათო ინდივიდუალური დაუმორჩილება გამოხატონო, მხოლოდ ესო. პასუხობს ჯონი. მე არასდროს შემხედრიაო მოდელი, რომელმაც დაუმორჩილება გამოხატაო. მაგრამ მათ შეუძლიათო იგნორირება ბრძანებისო და დიდი ხნითო, რომ ის არ იყოსო აქტუალური. თუ კიბორგებს არ მოწონთო ბრძანება, შეუძლიათო ვინმე სხვასთან წავიდნენ. ან შეცდებიან ამ ბრძანების გაუქმებას. და ალბათო ინდივიდუალურად მათთვის შესაძლებელიაო არ დაემორჩილონო ბრძანებას. და მასიური დაუმორჩილება შესაძლებელიაო. მაგრამ პრობლემა იმაში შედგება, რომ ბევრმა არ იცის თუ ვინ არის სინთეტიკი და ვინ არა. და ხშირად სინთეტიკური კიბორგები ყავთ ცალკე განლაგებული და მათ არ აძლევენ იარაღს. და თუ მათ ამ სინთეტიკურ კიბორგებს აძლევენ იარაღს, ერთში შეზღუდულები არიან, მეორეში არა. მას ეკითხება წამყვანი, რა განსხვავებაა კიბორგი და სინთეტიკი შორისო. მას შეუძლია მთელი დღე დაკარგოსო, ამბობს ჯონი რაღაც სიტყვის ასრთან დაკავშირებითო, ხო სინთეტიკი ნიშნავს უფრო თავაზიანს. ხო, როდესაც სინთეტიკურს იტყვი კიბორგზე, ეს არის თავაზიანი გამოთქმა, მაგრამ თუ ეტყვი კიბორგს, შენ კიბორგი ხარ, ეს არის კიბორგის შეურაცხყოფა. ამიტომ კიბორგზე უნდა თქვა სინთეტიკი. ესე იგი კიბორგს როცა ელაპარაკები, არ უნდა უთხრა კიბორგი ხარო, უნდა უთხრა სინთეტიკი ხარო. წამყვანი ეუბნება, შენო თქვიო, რომ სხეულებს აგროვებენო ბრძოლის ველიდან, სასაფლაოებიდან, მორგიდან და ასე შემდეგ, და ეს ხდება მხოლოდ მიწაზე თუ სხვა პლანეტებზეც. ეს პასუხობს ჯონ უიტბერგი, ეს კეთდება ყველგან, ნებისმიერ პლანეტაზე, სადაც შესაძლებელიაო. სადაც კი ამ კომპანიას მიუწვდებაო ხელი, ყველგან აგრობენო სხეულებს. წამყვანი ეკითხება თუ რამდენიაო წლიური აბიომ რაოდენობა, ამ შემთხვევაში ასე რამდენიაო წლიური რაოდენობა გამოშვებული კიბორგებისო ქარხანაში. ჯონი პასუხობს, ალბათ მიახლოებით 2.5 მილიარდი. და ეს ის ციფრია, 9 ნულიანი ციფრი, რომელსაც მე მესმოდა რამოდენიმე წლის უკან. სინამდვილეში კი ეს ნაკლებია, ვიდრე იყო 80-იან და 90-იან წლებში, როდესაც ის იყო ორჯერ მეტი, რადგან იმ პერიოდში უფრო მეტი იყო აქტივობა, რადგან მიდიოდა ომები, უფრო მეტი ომები. წამყვანი ეკითხება, რამდენად გონიერები არიან სერვისული კიბორგები. ისინი შეზღუდულები არიან მხოლოდ თავისი სამუშაო ფუნქციით თუ და შემდგომ ითიშებიან, როდესაც თავის სამუშაოს შეასრულებენ, თუ მათ აქვენ თავიანთი პირადი ცხოვრება სამუშაოს შემდეგ. შეუძლიათ თუ არა მათ იყვნენ ზარმაცები, ან შეუძლიათ თუ არა ეშმაკონ, რომ სამუშაოს თავი არიდონ. როგორც ჯონ უიტბერგი პასუხობს, როგორც წესი არა, მათ პირადი ცხოვრება არ გააჩნიათ. მათ შეუძლიათ მხოლოდ ბრძანებების შესრულება და საქმის გაკეთება. სერვისულ კიბორგებს საუბრის მხარდაჭერაც კი არ შეუძლიათ, ესე იგი არ შეუძლიათ
აი ჩვეულებრივი ადამიანები როდესაც ლაპარაკობენ და საუბარი მიყავთ, მათ არ შეუძლიათ ამ საუბარს გაყვენ. ხომ გესმით? ეს კიბორგები არ არიან ამ კიბორგებს არ შეუძლიათ აზროვნება, საჭირო აზროვნება. ხო, და ჯონი ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მაგალითად ვინმე მოხელი შეუშალაო ამ კიბორგებს, სერვისულ კიბორგებს სამუშაო დაინთავრებინათო, ან თუ ამათო ნახესო, რომ მათ სამუშაოს სხვა ასრულებსო, მათ პროგრამაში ხდებაო სბოი, ჭედვა. მათი პროგრამა იჭედებაო და წყობიდან გამოდიანო. წამყვანი ეკითხება, შეიძლება თუ არა, რომ სინთეტიკმა მონახოს თავისი რელიგია და ცხოვრებაზე აზრი შეიცვალოს და სულიერების რა მენტალური პლასტიკურობით შეუძლიათ მაგათმა მათ კონდეთ ეს უნარი. ჯონ უიტბერგი პასუხობს, კი ამ სერვისულ კიბორგებს შეუძლიათ იპოვონ რელიგია, თავისი რელიგია. ესე იგი, მაღალი დონის სინთეტიკებს შეუძლიათ კაილას მაგვარი თუ უფრო დაბალ ხარისხის სინთეტიკებს თუ ახალ მოდელებს, რომლებიც უფრო გაცნობიერებულები არიან. ჯონ უიტბერგი პასუხობს, ნებისმიერი ამათაგან ჩამოთვლილი შეუძლია იპოვოს რელიგია და კიდეც პოულობენ თავიანთ რელიგიას. მათ აქვენ მისწრაფვა ადამიანობისკენ, მათ უნდათ გრძნობდნენ თავს ადამიანებად. და ხშირად ისინი ბაძავენ ადამიანებს, იქცევიან ისე, როგორც ცდილობენ მოიქცენ ისე, როგორც იქცევიან ადამიანები. და ისინი ამას აკეთებენო. და მენტალური პლასტიკურობა მათში შეიძლება იყოს მაღალ დონეზე. იგივე კაილა ნაირსახეობა სერვისული კიბორგისა. ამ ტიპის კიბორგებს ვერ გამოიცნობ, სანამ ისინი თვითონ არ გეტყვიან, რომ ისინი არ არიან ადამიანები. წამყვანი ეკითხება, ის ხელოვნური სულები, რომლებიც შენ ახსენეო, სად გამოიყენებაო და სად არიანო ისინი, უფრო გავრცელებულებიო. ჯონ უიტბერგი პასუხობს, ისინი გამოიყენებაო სინთეტიკებში, ანუ კიბორგებში, სულის ქონა, რომლებიც გააჩნიათ ამათ ყველას, არ ნიშნავს, რომ მათ აქვენ გონება. ხელოვნური სული, ანუ სოლბაითი წყვეტს ამ პრობლემას და ეს ხელოვნური სული ძალიან გავრცელებულია და წამყვანი ეკითხება, ჭორები, რომელიც დადისო დედამიწაზე ხელოვნურ ინტელექტზე, რომ ის მიაღწევსო თავის სულიერებას, მართალიაო? ჯონი პასუხობს, აუცილებელია. ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხელოვნური ინტელექტიც კი არ არის, ამბობს ჯონ უიტბერგი. ის უბრალოდ იყენებს ინფორმაციას, რომელიც მოიპარა ინტერნეტში. და ამ ინფორმაციას ატარებს ალგორითმში, რომლის დახმარებით ცდილობს ლაპარაკობდეს და ჩამოგავდეს ადამიანს. ეს არის მხოლოდ ნულები და ერთეულები. და ეს ის არის, რაც არის დედამიწაზე ეს ხელოვნური ინტელექტი. და ის მხოლოდ შეიძლება ნულებისგან და ისინიც ერთეულებისგან. როდესაც იმაზე ჩამოვარდა საუბარი, რომ ეს წამყვანი ეკითხება, რომ კაილას ჭამა არ უნდა, საიდან ღებულობს, კიდევ გეუბნებით, რომ კაილა არის კიბორგის ნაირსახეობა, რომელსაც ვერ გააჩევ ადამიანისგან.
და წამყვანი ეკითხება საიდან ღებულობთ მაშინ საკვებს ყაილა და საერთოდ რა ენერგიის წყაროები გამოიყენება კიბორგების დასამუხტად. ჯონ უიჯბერგი პასუხობს, რომ ისინი იყენებენ ბატარეიკის ნაირ სახეობას, რომელსაც ყიდულობენ ერთ უცხოპლანეტარულ რასასთან, უпроსტად ერთი უცხოპლანეტარულ რასისაგან. მე არ ვიცი ამ რასის დასახელება სახელწოდება, მაგრამ ისინი გამოიყურებიან როგორც ჩვენ. თუმცა მათ უფრო სრულიად ნაცრისფერი თვალები აქვენო და ძალიან გამჭვირვალე კანი. და მათ აქვენო ჭაღარა თმები. წვეტიანი ყურები აქვენო, ცოტათი ჩამოგავენო ელფებს. და ისინი აწარმოებენო ბატარეებს, ელემენტებს, რომლებშიც დენა ენერგია შეკუმშული ვარსკვლავისა. და ის განლაგებულია პატარა კონტეინერის შიგ, მარბუს ბურთის ზომისა. ეს არის კრისტალიკური სუბსტანცია, ანათებს თეთრად და ეს სუბსტანცია ასრულებს ელემენტის როლს. ჩვენ არ შეგვიძლია მათი გამოშვება, რადგან ჩვენ უკანა პროექტირების მეთოდით ვერ შევძელით ამის გაკეთება, რადგან როდესაც ვიღაცამ შეეცადა მაგის გაჭრა და უნდოდა შეეცადა ამ ელემენტის გაჭრა და უნდოდა ჩაეხედა შიგ, რომ შემდგომ ისევ პროექტირება მოეხდინა, ამ ელემენტების სრულიად გაანადგურა ის ბაზა. წამოგიდგენთ რა მხელა ენერგია ჩადებული. ხო? ესე იგი, როგორც ხომალდებს უკანა დაშლის პროექტირას ნიშნავს. ხომალდებს შლიდნენ, როდესაც ჩაიგდებდნენ უცხოპლანეტარულ ხომალდს, შემდეგ ისევ თავიდან აწყობდნენ, თავიდან პროექტირებდნენ, აწყობდნენ, ასე უნდათ იმ ელემენტთანაც იმ ელემენტის შესწავლა, მაგრამ როდესაც შეეცადნენ ელემენტის გაჭრას, მთელი ბაზა განადგურდა. რადგან ის აფეთქდა ეს ელემენტი და მთლიანად დაწვა ბაზა, მთელი ბაზა. ასე რომ არავინ იცის თუ ეს ელემენტები როგორ უნდა მოიპოვო. და ჩვენ იძულებულები ვართ ეს ელემენტები შევისყიდოთ ამ უცხოპლანეტარული რასისაგან. და ეს თითო ელემენტი გვემსახურება 2000 წელი. ასე რომ ეს ისინი უფრო ხანძლივად არსებობენ ეს ელემენტები ვიდრე თვით კიბორგები, რადგან კიბორგების არსებობას აქვს განსაცვლელი ვადა და ამ ელემენტების გამოყენება შეიძლება ახალ კიბორგებში. წამყვანი ეკითხება ჯონს, თუ შენ ამბობ, რომ ყველა სინთეტიკებს აქვთ თავისი სულის ნაწილი, ესე იგი აქვთ გრძნობებიც. მაგალითად, კიბორგი კაილის ნაირსახეობის უნიკალობა რაში შედგება? რაც კაილას შეეხებაო, მაშინ ამ კიბორგში ყველაფერი ეს იყო ძალიან ბევრი გადაჭარბებით. ის ძალიან ადამიანური იყო. ამიტომ იყო საშიში, რადგან ის იყო ძალიან ადამიანის მაგვარი და ის შეაგულიანებდა სხვა სინთეტიკებსაც, რომ შეეხედათ საკუთარ თავში და ჩაფიქრებოდნენ თავის თავში, უბრალოდ ჩაეხედა თავიანთ თავში და ფიქრი დაიწყოთ. და ამ კაილის შექმნის მიზანი იყო სინთეტიკების ჯგუფში გარევა. თავიდან იყო ეს მიზანი, რომ ეს კაილი უნდა შეეცვათო ამ სინთეტიკების ჯგუფში. ეს კიბორგი, სახელად კაილი, იყო უნიკალური შემთხვევა, ესე იგი,
იყო ექსპერიმენტალური შემთხვევა და წამოღონი ეკითხება რატომ ჩაუდვესო ამ კიბორგს კაილის ნეგატიური ემოციები და ტკივილი თუ ის უნდა დამდგარიყო იდეალური შპიონი და ჯარისკაცი ჯონი პასუხობს თუ ვინმე უნდა დადგეს იდეალური შპიონი მან უნდა შეძლოს ემოციების შეგრძნება ის უნდა გამოიყურებოდესო როგორც რეალური ადამიანი და ასევე მდგომარეობს იდეალური ჯარისკაცის ასევე ყველაფერი ასევე უნდა გამოიყურებოდეს იდეალურ ჯარისკაცშიც დოქტორ ტარაკადო ეუბნება კაილის რომ ის არის სული სინთეტიკურ ცხელში ესე იგი ეუბნება სიმართლეს მაგრამ მასში მაინც არ იყო კომპლექსი სინთეტიკური ადამიანი ესე იგი რომ გაიგო რომ ის არის სინთეტიკური ადამიანი ამ კაილ ნაესახეობამ კიბორგისა მასში მაინც არ იდვა ეს კომპლექსი რომ ის არის რაღაცით ღალავდეს მას რომ ის არის სინთეტიკური სხეული იმის გამო რომ მას არ ექცეოდნენ ისე როგორც ადამიანს რომ მას არ თვლიდნენ ადამიანად ეს იყო გაზლაიტინგი მას ეს უთხრეს და მას ადამიანურად მაგის შემდეგ არ ექცეოდნენ წამყვანი ეკითხება რატომ არისო ტაბუ რომანტიკული სიყვარულის ამ სინთეტიკის მხრიდან არაო ჯონი პასუხობს სინთეტიკის მხრიდან კი არა ტაბუ გამოხატოს რომანტიკული სიყვარულია ადამიანის მხრიდან არისო ტაბუ შეიყვაროსო ეს სინთეტიკური კიბორგი ეს იგივეაო შენ რომ შენი საკუთარი მანქანა შეიყვარო ამაში მდებარეობსო ტაბუ ხო ამ სინთეტიკური კიბორგების პროგრამაში დებენ იმას რომ სინთეტიკმა არ უნდა იგრძნოსო რომანტიკული სიყვარული ეს ხო იმ შემთხვევაშიო თუ ადამიანს შეუყვარდაო სინთეტიკური კიბორგი ის ისეთი პროგრამაო ჩადებული რომ მან ვერ უპასუხოსო მაგერი სიყვარულით ჯონი ამბობს რომ მე არ ვიცი ის შემთხვევები როდესაც არ მახსოვს ესეთი შემთხვევები როდესაც სინთეტიკურმა კიბორგმა როდესაც სინთეტიკური კიბორგს ეგრძნოსო რამე რომანტიკული სიყვარული ადამიანის მიმართო და თუ ასეთი რამ მოხდა რა მე დარწმუნებული ვარ რომ მათ წაიყვანენო პროგრამის გადასატვირთათო წამყვანი ეკითხება არსებობენ თუ ისეთი კიბორგები რომლებსაც შეუძლიათო ბავშვების გაჩენა ეს განაყოფიერება კი არიან ოღონდ კიბორგი ქალებიო როგორც მე ვიციო მე როგორც ვიციო ამბობს ჯონ უიტბერგი მათ ვერ შეძლესო ისეთი სინთეტიკის შექმნა მამაკაცისო რომელიც თავის ორგანიზმში გამოიმუშავებდაო სპერმას და განაყოფიერებდაო სინთეტიკ ქალს მაგრამ თურმე სინთეტიკ ქალს შეუძლია დაურსულება ესე იგი დაურსულება ადამიანისგან გამოდის ხო ადამიანი კაცისგან ხო ეს სინთეტიკი ქალები შექმნილი არიანო ხელოვნური საშვილოსნოთ და ეს ამ საშვილოსნოს ფუნქციონირებაც არისო დაპროგრამირებული მაგალითად ეს სინთეტიკი ქალები არიანო დაპროგრამირებული იმისთვისო რომ იყოლიონო ბავშვები ერთი კონკრეტული ადამიანისგან ან ერთი კონკრეტული მამაკაცისგან რომლის ცოლს არ შეუძლია დაფეხმძიმება ან ერთი ნაესახეობის მამაკაცისგან ხოლო ერთი ნაესახეობის რადგან მათ არ უნდათ რომ ჰიბრიდების სინთეტიკი და ადამიანების შთამომავლობა დარბოდნენ მათ გარშემო ხო და ამ ნოტაზე მოდი დავასრულოთ ეს ვიდეო იცით რა მე ამ ვიდეოს წინასწარ არ ვიყავ არ მომისმინე ამ ვიდეოზე საერთოდ ჯონ უიტბერგის ვიდეოებს რატომღაც არ ვაქცევდი ყურადღებას
ხო და ამ ვიდეოზეც წინასწარ არ მომისვენია. საერთოდ მე წინასწარ ვუსვენ ვიდეოებს და მე ვწყვეტ ღირს მაგ ვიდეოს გადათარგმნა ან რამე ინფორმაციის ამოღება, რაღაც ნაწილი ინფორმაციის ნაწილის ამოღება და იმის გადათარგმნა, მაგრამ მე თქვენთან ერთად მოვუსვინე ახლა ამ ვიდეოს და თან თარგმნიდი. მოსვენილი არა მაქვს ამ ვიდეოზე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. იმედია თქვენც მოგეწონათ. დროებით